კახეთში ატმის სეზონი დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა პროექტების მართვის ააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად სოფელ ჩუმლახში ხილის გადამამუშავებელს შემნახველი საწარმო დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ წელსაც გასული წლის მსგავსად ექსპორტიორებისთვის ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება, ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. ამ ეტაპზე ქართულ ატამზე მოთხოვნა უკრაინიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუსეთიდანაა. დავიწყეთ ხილის მიღება, აქ ჩართულია როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ფინანსთა სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და ერთიანი ძალებით ხდება, რაც შეიძლება დაჩქრებულ ვადებში მთელი პროცედურების გავლა, ასევე შეფერხებები არ არის საზღვარზე, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი საწარმო, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფები და რომელსაც აქვს სამაცივე მეურნეობა და შეუძლია დაკვეთის შესაბამისად დააფასებოს და მიაწოდოს პროდუქცია. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული წელი იქნება ამ თვალსაზრისით. ქართული ხილის კომპანია გააკეთა განახორციელა ინვესტიცია 1 მილიონი ამერიკული დოლარის ოჯენობის, საიდანაც შეღავათიანი აზერბაიჯანის ნავსადგურების თანხა შეადგენს 600,000 დოლარს და 400,000 დოლარი შესაბამისად არის საკუთარი ინვესტიცია. კომპანიას პროდუქცია გააქვს ექსპორტზე. დაწყების დღიდან არის მიღებული დაახლოებით 20-25 ტონა პირველი დღე არის და სისტემატიურად ვაგრძელებთ ამ ყველაფერს. ფერმერიდან პირდაპირ ღებულობს, კალიბრატორზე ვატარებთ. ხილი რაც არსებობს საქართველოში ექსპორტისთვის, რაც შეიძლება ყველანაირს ვღებულობთ.